სახე დავიბანე ალოეს და ავოკადოს საპნით, ვისაც მშრალი კანი გაქვთ, იმათთვის ძალიან კარგია. და დავისკრავი ამის შემდეგ ალოეს ბაზაზე დამზადებული სკრაბით, რომელშიც შედის ჟოჟობას ზეთი და ჟოჟობას მიკროგრანულები და აი ამ სკრაბით სახის დასკრაბვა შეგიძლიათ ყოველ დღე. იმიტომ რომ ძალიან ნაზად და მსუბუქად აშორეს მკვდარ უჯრედებს, პლუს ატენიანებს კანს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. აი შეხედეთ, ჯერ არაფერი არ მაქვს წასმული. სახე, როგორ მიბწყინავს და მიბზინავს და ეხლა დადგა ჯერი, გაგაცნოთ ჩემი ახალი პროდუქტი. დღეიდან ჩაერთვება ის ჩემი სახის მოვლის რუტინაში, ეს გახლავთ ალოე ვერას ბაზაზე დამზადებული დღის და ღამის გელი, ზაფხულში განსაკუთრებით ძალიან კარგია. ატენიანებს კანს, დამზადებული არა მარტო ალოე ვერას ბაზაზე, არამედ მასში შედის ანტიოქსიდანტი ხილი, ბაობაბის ექსტრაქტი და ძალიან ბევრი ნატურალური ინგრედიენტი შეიცავს. ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრია. მე თუ დაინტერესდებით, პირადში მომწყერეთ და გაგიზიარეთ, მოდით ახლა ერთად გავტესტოთ. ჯერ არც კი გამიხსნია, პირველად ხსნი. ამას ახლავს ეს მაცხობთ მე ამჯერად, ეს არის მხოლოდ გელ კრემი, საცხი, მაგრამ ამას ახლავს სახის დასაბანი და ასევე ტონერი. ჯერ არ მაქვს სამწუხაროდ, მაქვს მხოლოდ შემოვიფარგლები მხოლოდ და მხოლოდ კრემით. ახლა გავტესტოთ ერთად. ნახოთ როგორი სტრუქტურა აქვს, აბა, ძალიან ძალიან მაინტერესებს, პირველად უნდა გამოვიყენო, აი. როგორც ჩანს დალუქულია. აი, დალუქულია, ერთი წუთი მოუხსნი ლუქს და მოუხსენი ლუქი. არ ვიცოდი დალუქული თუ იყო. ხო და ეხლა ვნახოთ როგორი ის აქვს კონსისტენცია. ბევრი არ შეიძლება. იმიტომ ძალიან კარგად ნაწილდება სახეზე. შეხედეთ როგორი ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანი კონსისტენცია აქვს. მოკლედ ჩემო ძვირფასები. ეხლა თქვენ შეიხედეთ თქვენ სააბაზანოში. ხო და დააკვირდით თქვენს მოვლის საშუალებებს. პირველი ინგრედიენტი რა არის? დარწმუნებულება თითქმის ყველა საშუალებაში არის გამოყენებული წყალი პირველად. ფაქტიურად ნახევარი წყალია და მერე სხვა დანარჩენი და რასაც ვერ ვიტყვი ფორევერის პროდუქციაზე, იმიტომ რომ ყველა პროდუქტი დამზადებულია ალოე ვერას ბაზაზე და არა წყლის ბაზაზე. და ხო ვიცით, ალოე ვერა როგორი სასწაულმოქმედი მცენარე არის, ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. ძალიან კარგად ატენიანებს სახის კანს კი არა, საერთოდ კანს და შინაგანი მოხმარებისთვისაც ხელს უწყობს წყლის ათვისებას. ხო და პლუს წყალზე მეტად ატენიანებს შიგნიდან უკეთ აღადგენს pH-ს. კუჭნაწლავის, ხო და სათვალით შევხედავ. არის უნაზესი რა გითხრათ. სხვათა შორის აი ამ სერიის გამოყენება, თუ კი თქვენ ყავთ მოზარდი შვილები და უკვე მათ რუტინაში გინდათ რომ ჩართოთ სახის მოვლის საშუალებები, გამოიყენეთ აი ეს სერია, იმიტომ რომ მასში შედის ნიაცინამიდი და ბევრი სასარგებლო ნივთიერებები და კარგად ატენიანებს კანს, აგერ დაუწმუნდი მე თვითონ და პლუს ამას თუ კი აი ბავშვები ხო მოზარდები მიდრეკილი არიან გამონაყარის მიმართ, ასაკობრივი გამონაყარი აქვს და აი ამ გამონაყარსაც აულაგებს დროთა განმავლობაში. ან კიდე დაიზღოთ თავს და აღარ იქნებათ გამონაყარი. მაგრამ გამონაყარი მარტო კანის პრობლემა არა, ესა შინაგანი ორგანოების პრობლემა, განსაკუთრებით კუჭნაწლავი და კუჭნაწლავის მოწესრიგება პირველ რიგში საჭირო და ამაშიც ალოე ვერას წვენი დაგეხმარება და შემდეგ ალოე ვერას ბაზაზე დამზადებული საუკეთესო ნატურალური საშუალებები. შეგიძლიათ თქვენი შვილების სახის და კანის რუტინაშიც ჩართოთ. ამით დაგემშვიდობებით მე ძალიან მომეწონა. გადამავიწყდა ბოლო აკორდი.
ამის გარეშე შეიძლება ალოე ვერას, პროპოლისის და ჟოჟობას ზეთის ბაზაზე გამზადებული რა აქვია მას. ტუჩის ბალნი. გამოიყენება როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, ნებისმიერ სეზონზე ტუჩებს იცავს. გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან. შიდობიანი ღამე ყველას. სხვათა შორის ვიდეოს თან დავუთავ ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა პროდუქტი.